მე ვარ ანასტასია აბულაძე 12 წლის. ვსწავლობ ქართულ-ამერიკულ სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა კითხვა და ცეკვა. უფრო მიყვარს კითხვა და წიგნი რომ არ არსებობდეს, არ ვიცი რა მეშველებოდა. ჩემი პირველი წიგნი იყო ატუსა და მატუსა. კითხვა შემოყვარა თვითონ წიგნმა და ეს რო წავიკითხე, ამის შემდეგ სულ ვაძებდი მსგავს წიგნებს. უფრო მიყვარს სათავგადასავლო წიგნები და კლასიკა. ჩემი საყვარელი წიგნია იშმაელი არ დამეძახოთ. ეს წიგნი არის ერთ ბიჭზე, რომელსაც ქვია იშმაელ ლესერი და როცა საშუალო სკოლაში გადავა, გამოჩნდება ერთ-ერთი ბულერი, რომელიც ის აბულინგებს და იშმაელ ლესერის ცდილობს რომ დაამარცხოს. ძალიან საინტერესო წიგნია და ყველას გირჩევს წაიკითხოთ. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი სკოლის ბულინგზე. ახლა მაგ წაკითხული 60-მდე წიგნი და მთელი ცხოვრების მანძილზე ვაპირებ 200-მდე წიგნი წავიკითხო. კითხვა იმიტომ არის საჭირო ადამიანისთვის, რომ ბევრ რამეს გვასწავლის და გვეხმარება ცხოვრებაში. სახლში მაქვს პატარა ბიბლიოთეკა და წიგნების შესწავლაზე ზრუნავს დედიკო. ამ ბიბლიოთეკის უხელფასო დირექტორი ვარ მე. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ იქ რომ მივდივარ, მეგობრებთან ერთად ვერთობი და ვსწავლობ. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის ანჩა ხვიჩია. ყველაზე მშვიდი არის ზურა ახვლედიანი. ყველაზე ცელქი არის გიორგი კაკაბაძე. ყველაზე ბედნიერი მგონია ანა ბოლქვაძე. მე ვარ ყველაზე ჭკვიანი და ლამაზი. ბავშვობაში მინდა და გამოსულიყავი პრინცესა ელზა. ეხლა მინდა გამოვიდე მასწავლებელი. ჩემი საყვარელი საგანია ინგლისური. ინგლისურის გარდა მინდა ვიცოდე ესპანური. ესპანეთში სიამოვნებით წავიდოდი სამოგზაუროდაც. საყვარელი მასწავლებელია ნინო ლაშანიძე, იმიტომ რომ ის ყოველთვის ზურგს გვიმაგრებს, არ ყვირის ხშირად და ყოველთვის გვამხიარებს. მე რო ჩემი სკოლის დირექტორი ვიყო, დავამატებდი გართობის საათებს და პარასკევსაც დავასვენებდი ბავშვებს. ახლა მინდა რომ ვიყო 10 წლის, რადგან მაშინ მქონდა უფრო უზრუნველი ცხოვრება. მე ასევე მიყვარს ცეკვა და 1 წელი ავცეკვავ ანსამბლ შავლებში. ჩემი ქორეოგრაფებია თეოდორ ალაძე და ბაჩო მასწავლებელი. ორივე მხიარულია, მაგრამ ბაჩო მასწავლებელი ცოტათი უფრო მომთხოვნია. ჩემი საყვარელი ცეკვაა განდაგანა. საყვარელი ილეთია ეს. ჯერ კონცერტი არ მქონია და მინდა მქონდეს პარიზში. ამ კონცერტზე ჩავიწმევდი გრძელ შავ კაბას ქართული ორნამენტებით და წითელი ქამრით. მთელი დარბაზი იქნებოდა სავსე და ყველა ბილეთი გაიყიდებოდა. ბილეთის ფასი იქნებოდა 200 евро. ამ კონცერტზე ბათუმიდან პარიზში საპატიო სტუმრად წავიყვანდი ხათუნა ბებიას. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ჩემი ძმა და ჩემი 2 და. კიდე მინდა მყავდეს 1 ძმა. მამიკო არის სიმპათიური, ჭკვიანი და მამაცი. დედიკო არის ლამაზი, ჭკვიანი და მზრუნველი. მე ვარ დედიკოს გოგო. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავაერთიანებდი და ავაყვავებდი საქართველოს. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთ შეკითხვა. ანასტასია რომ არ მერქოს, რა მერქმეოდა? ანასტასია არ მახსოვს ვინ დამარქვა, მაგრამ ეს სახელი ძალიან მომწონს. ანასტასია რომ არ მერქოს, ალბათ მერქმეოდა ნია. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას, რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია ყავისფერი პატარა ფუმფულა ლეგო. ბედნიერება არის ოჯახთან ერთად კარგი დროს გატარება, მეგობრებთან ერთად მხიარულება და მოგზაურობა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.